მე ვარ გოდერძი ჩოხელი. ქართველი. მე მინდა ცოტა ხნით სხვა სამყაროში წაგიყვანოთ. ამ სამყაროს საიქიო ქვია. ჩემი ქვეყნის ისტორიით ვცხოვრობ. არსებობენ ქვეყნები, მაგალითად, რომელთა ისტორიებიც აი იმხელა ისტორია აქვთ, რომ თებივით ჩანან მსოფლიო ხალხთა ისტორიაში. ზოგები საერთოდ არ ჩანან, ზოგები ნიბლიეთში თებივით არიან და რაღაც. ზოგი ნისლში ოდნავ ჩანს და აი ჩვენი ქვეყნის ისტორია კიდე მინდა შევადარო დედის თვალებიდან ჩამოგორებულ ობოლ ცრემლს. აი ვისაც კი უნახია თავის დედის თვალებზე ჩამოგორებული ცრემლი, აი რომ ჩამოგორდება ხოლმე და აი აქ რო გაჩერდება და რაღაცის იმედი რო აი შემომაკვდებოდა ხოლმე თავარი გმირი და აი ვერ ვაცნობიერებდი რატო ხდებოდა. მე რეზოინანიშვილმა ძალიან ისეთი რამდენჯერმე მთხოვა რომ ბიჭო ნუკლავ ამ მოთხრობის გმირებსო აიღებ შეგვაყარებ რომელიმე გმირს მე ხელაღებით მოსდგები და მოკლავო და ნუკლავო და მე უმტკიცებდი რომ ეს სიყვარულისთვის ვაკეთებ მეთქი ამას რომ აი გმირი შეგიყვარდეს და მე უფრო გული დაგწყდეს რომ დაგენანოს და დანანება და გულის დაწყვეტა უფრო რაღაცა ეშხს აძლევს მოთხრობასაც ფილმსაც გმირს რომელიც მოკვდა იმიტომ რომ იყო და აღარ არის და ჩვენთან აღარ არის გარდაცვალებაც სევდა არის ადამიანად არ ყოფნაც სევდა არის ადამიანის სულში ადამიანის საფიქრალში ადამიანი ყოველთვის ამას განიცდის რა იქნება გარდაცვალების მერე და რა აღარ იქნება ადამიანი ამას განიცდის და სიცოცხლეც სევდა არის იმიტომ რომ ბოლო-ბოლო როდისმე უნდა დამთავრდეს ეს სიცოცხლე და გარდაცვალებისაკენ წავიდეს